მოგწონებით ძვირფასო მსვენელებო, ახლა მე თქვენ მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო. დიდი ხანია ინსაიდერი კორი გუდი არ მინახია ინტერნეტში. არც ინტერვიუები მინახია მისი და ახლა დაუძვიათ ახალი ინტერვიუ. კორი გუდი არის სტუმრად. ეთიტუთით ლიამ ერელიმთან. ხო, ეს ვიდეო გადათარგმნა არხმა კანალ რასკრიტიე. ისე გამიხარდა ამ კაცის გამოჩენა. ხო, იქ კომენტარებში წავიკითხე, რომ ძალიან ბევრი რამ გადახდა თავს მას და მის ოჯახს. სახეზე კიდე ახლა ამ კაცს რომ დახედავთ, რაღაც ისეთი სახე აქვს დატანჯული. ახლა ვეგანახებთ. აგერა ესა კორი გუდი. ძალიან მოტეხილია. მას დავიწყოთ. და წამყვანი ლიამი ეკითხება კორის, მოდიო მოგიყვევიო ჩვენ თუ რა გადახდაო თავს ბოლო დროსო? ხო, მე ვნახეო დოკუმენტალური ფილმიო და მე ძალიან მესიამოვნაო, როდესაც ეს პროექტი ვნახეო. რას ფიქრობ შენ ამ შენ პროექტზე? ეკითხება წამყვანი ლიამი. შენ ელოდებოდიო ასეთ შედეგებსო? კორი გუდი პასუხობს, იციო ყველაფერი დამოკიდებული იყო ჯეიმს ვასლენისგანო. რაღაც გვარი თქვა, რთულად გასატეხი. ამ დოკუმენტალური ფილმის რეჟისორი ყოფილა ეს ვასლენი. მას ჰქონდაო ხილვა, რომ ეჩვენებიაო თუ რისი გადატანა დამჭირდაო მეო იმისთვის, რომ და აგრეთვე ჩემ ოჯახსაც იმის გადატანა დასჭირდაო. არა მხოლოდ ურთიერთობები და კონტაქტებიო, რომლებიც ჩვენ გქონდათ. და კორი გუდი ამბობს, რომ უასრო კიბერატაკები. ხო, ამ ოჯახს, მას და მის ოჯახს ის ჰქონდათ წეხიც ხო ჰყავდათ. ყველანაირად ავიწროვებდნენ. აგრეთვე შეტევები სოციალურ ქსელებში. მთელი ეს კოშმარიო. ჩვენ შევძელითო იმის მოყოლა რისი გვინდოდაო, მაგრამ ვერ მოვყევითო, რადგან პლატფორმა არ ქონდათო. ჩემ ოჯახმა შეძლო ისტორიის თავისი ვერსიის მოყოლაო და გაიზიარებინათო პარანორმალური განცდებითო, რომელიც ქონდათო მათ მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ასე რომ ჩვენი ოჯახებისთვისო ეს გახდაო განთავისუფლება. ხო, ჩვენ გვიხარიათო, რომ ეს დოკუმენტური ფილმი გამოვიდაო ამაზონზე და სხვა პლატფორმებზეო. ამ ფილმის ყურება შეიძლებაო რეკლამასთან ერთადო პლატფორმა ტუბითიზე, YouTube არა, ტუბითიზე, პლუტო და YouTube-ზე. ტუბითიზე, პლუტო და YouTube-ზე. უნდა მოვძებნოს დოკუმენტური ფილმი. ინგლისური არ ვიცი, მაგრამ იქ წარწერები იქნება და მაგას გადმოვწერდი. კოსმეს გავაკეთებდი. და წამყვანი ეკითხება, როგორ ახსნიდითო თქვენ იმ პროცესს, რომელიც გრძელდებოდაო 2 წელი. კორი გუდი პასუხობს. რა გითხართო, დაიწყო კორი გუდმა, ჩვენ გვავიწროვებდნენო მსხვილი კორპორაციები და სხვადასხვა ჯგუფებიო, რომლებიც ცდილობდნენო ჩვენ განადგურებას. ბევრს უკვირსო, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გადავიტანეთო. მათი ნაცნობებისაგან ბევრი ვერ გადაიტანდაო იმას, რისი გადატანა მოგვიწიაო ჩვენ. მეო გამიჩნდაო ამ 2 წლის განმავლობაში უნდობლობა. ჯერ მე ვხედავდიო მათ ლურჯი ჰუმანოიდების გარეგნობითო და ისინი აგრძელებდნენო თავისი ხატის შეცვლასო, გარეგნობის შეცვლასო და მე საბოლოოდ გავწყვიტიო მათთან ყველა ურთიერთობა, დაბლოკე ყველა კონტაქტები, ჩემი სახლს გარშემო შემოვარტყეო კედელი, აშენა ალბათ ან რკინის კედელი დასვარგა, ისა ღობე, რკინის ღობე. და სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, მეო დამიკავშირდნენო ჩემი ნაცნობების დახმარებითო, რომლებიც დღეს ჯარში არიანო, მე დამიკავშირდნენო ხალხი, როგორც მე მიხვდიო, წარმოადგენდნენო ჩრდილო კაროლინას შტატს. ისინი მუშაობდნენო
ჯგუფთან სტენფორდიდან და კიდევ რომელიღაც უნივერსიტეტთანო, მაგრამ ამ უნივერსიტეტის სახელწოდება ვერ გავეხსენიო, ისინი სწავლობდნენ ზოგ ოჯახებს, მაგალითად კრის ბლეცერის ოჯახს და რამდენიმე ოჯახსო, მათ უნდოდათო, რომ ჩვენ ეს გიჟური ხელშეკრულებებზე ამ გიჟურ ხელშეკრულებებზე ხელი მოგვეწერათო, რომ არაფერი გვეთქვათო, საიდუმლო დარჩენილიყო ყველაფერი, მათ უნდოდათო ცტომა ქონოდათო ჩვენ შვილებთან, ჩვენ შვილებთანთო ჩვენი მშობლების თანხმობის გარეშე. იცითო ეს იყო ძალიან სერიოზული განგაში. მე მათ ვარი ვუთხარიო. ხო, მე მივხვდიო, რომ ეს ჯგუფი იყო დაკავშირებული როჩილდებთან. არაო, როჩილდებთან კი არა, როზენკრეცერებთან და სხვა დაჯგუფებებთან, მათ შორის სამხედრო. ის ხალხი კი იყვნენ მეცნიერები და ყოფილი სამხედროელები. ისინი მონაწილეობდნენო ამ პროგრამაში. ჩვენ თვითო ვარი. ახალხან ჩვენ გავიცანითო ძალიან საინტერესო ადამიანი, ვისთანაც ვითანამშრომლებთო. ეს ადამიანი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ინვესტორი, არამედ ოსტატი ბიზნესში. ეს პიროვნება შედგებაო ერთ-ერთ საიდუმლო საზოგადოებაშიო, სადაც არ გაიხედავ ყველანაირ და იგივე სიტუაცია, ეს რაღაც უცნაური მოვლენაა და ამაში ხალხის ბრალიცა, თითქოს ეს მოვლენა კუჩი დასდევს მოსახლეობას და იმ ადამიანებმა, რომლებიც ახალხან გავიცანითო, გვითხრესო, რომ ჩვენ დიდი ხანია თვალს გვადევნებდნენო, ინფორმაცია, რომელიც მე თავში წარმოვადგინე, იყო აღებული მათი საიდუმლო და წმინდა სწავლებებისგანო. ძალიან უცნაურია თუ მე როგორ მივიღე ეს ინფორმაცია, რადგან ეს ინფორმაცია იყო ძალიან ზუსტი. ამის შემდეგ მე თვალს ვადევნებენ სხვადასხვა დაჯგუფებები. ისინი ამბობდნენ, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მასთი აზრით მე ვიყავი თითქმის განადგურებულიო. მათ კი არა, ბევრსაც ეგონაო, რომ მე დავიხუპებოდიო, მაგრამ მე ვაგრძელებდიო და ბევრი მათგანიო მეკცევაო პატივიცემით, ის კი არა, ზოგი კიდევ მათგანი ხარს მიჭერსო. ეს რაღაც მოვლენა, რაც არ უნდა იყოსო, ისევ გამოვიდაო ჩემთან კონტაქტში და მე ისევ დავიწყე ინფორმაციის მიღება. და იცითო, მე ამან შემაშინაო და მე დავიწყეო ამ ინფორმაციის ჩაწერა. და მე გამოვედიო და ეს ინფორმაცია გავაზიარეო. წარსულში მე არ ვიცოდიო თუ რა უნდა მექნაო ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მე არ მინდა ისევ ეს ყველაფერი გავიარო. მე ბოლომდე ვერ ვენდობიო ამ მოვლენას, რაც არ უნდა იყოსო. მე არ ვიციო ჯერ ვარ მზად თუ არა საჯაროდ გამოვაქვეყნო ეს ინფორმაცია და საერთოდ არ ვიციო გავაზიარებო ამ ინფორმაციას თუ არაო ყველაფრის შემდეგო, მაგრამ მე ვიციო, რომ ღონისძიებაზე აპრილში რაღაცას მაინც ვიტყვიო. წამყვანი ჩაერთო მათვისო, ვინც არ არისო საქმის კურსში, თუ რაზე საუბრობსო კორი, ახსნიო მათთვის 24-26 აპრილის ჩათვლით ჩვენ ვიქნებითო 3 წე დისკლოუჯერი კოლორადოს შტატში. თუ გინდათ ჩვენთან ერთად იყოთ, შეგიძლიათ ონლაინ შემოგვიერთდე. ტრანსლაცია გაიმართება მთელი პლანეტის მასშტაბით, ასე რომ იყიდეთ ბილეთები და წამყვანი ეკითხება კორის. მე ვიცი, რომ თქვენ უნდობლობა გაგიჩნდათო კონტაქტორის მიმართო. დაკავშირებულია თუ არა ეს ყველაფერი ულტრა არსებებთან, რომლისგან ჩვენ გვისაუბრია ადრე. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთო, როდესაც თქვენ იყავითო ბრაზილიაში პოდკასტით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთო 24 რიცხვში. ჩვენ ვისაუბრეთო თითქმის 3 საათი. დაკავშირებული არისო ეს ყველაფერი ულტრა არსებებთან თუ არაო. კორიგუდი პასუხობს, მე არ ვიციო ამის გაგება თუ შეიძლებაო, რადგან ჩემთვის ეს ყველაფერი გამოიყურებაო სხვაგვარ ათო ჯგუფი, რომელსაც მე თქვენ გიყვებოდითო, კოლეჯი, უნივერსიტეტი, რომლებიც სწავლობენო ასეთ ოჯახებს როგორც ჩემი ოჯახი. მე მომიყვესო ერთ-ერთ ძირ ამერიკელების ოჯახზე, მათი თვალსაზრისი, ისინი თურმე კონტაქტში არიან რაღაცასთან თავისი კულტურიდან, ანუ თავისი კულტურის ღმერთებთან. იქიდან გამომდინარე, თუ რაც წარმოადგენს ეს ადამიანი, სხვაგვარი წარმოდგენები აქვს იმ
ბზე, რომლითანაც ურთიერთობს, რომლითანაც შედის კონტაქტში, იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ ისევ დავიწყეთ ეკლესიაში სიარულიო, მე ცდილობდიო, ესე იგი, მეცხოვრავო ნორმალური ცხოვრებით, ჩემი ოჯახის გამო და კონცენტრირებული ვიყავიო ბიზნესზე. ის თუ როგორ ურთიერთობენ ისინი ჩემთან, ყველაფერი შეცვალა, ისინი იყენებენ ძალიან ბიბლიურ ფორმულირებებს, მე თქვენ რაღაცები მოგიყევითო, მე შენ გაგიზიარეო ჩემი ძალიან პირადი ინფორმაცია, ის ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნებას მე საჯაროდ ვერ გავბედავდი და რაღაცა მაქედან შენ ძალიან გაგაკვირვაო, მიმართავს წამყვანს. ადამიანი, რომელზეც მე ვსაუბრობ, არის ძალიან გავლენიანი და არა ორდინალური პიროვნება. ჩვენ დავიწყეთ მუშაობას ერთად, გავაკეთებთ პოდკასტებს. ეს ადამიანი დაკავშირებულია ძალიან გავლენიან ჯგუფებთან. ბევრს არ ესმისო, თუ მე რატო ვწერო კომიქსებს, წიგნებსო და ფილმების სცენარისო, ეს ხომ ფანტასტიკა არისო. ეს ინფორმაცია, რომლის გამჟღავნება მე მინდაო, უნდა გაიგოსო მთელმა კაცობრიობამ. და აუდიტორია მე მიმიტიეს ყურადღების მოქცევას ჩემოსმენასო, თუ მე ავდგებიოდა და როდესაც მე ავდგებიოდა დავიწყებო საუბრას ლურჯ ფრინველებზეო და საერთოდ ამ ახალ მასალაზე. და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა წარადგინოთო ისეთ ფორმატში, რომ არ ეწყინოთო. საქმე იმაშია, რომ ვიდეო თამაშებს თამაშობსო მოსახლეობის მესამედი. ხო, და ადრე კიდე ქონდა კორიკუდის ნათქვამი, რომ მე მინდა გადავიღო ვიდეო თამაშები ჩემი მოგონებებიდანო, უბრალოდ ჩემი მოგონებებზე დაფუძნებითო და საქმე იმაშია, რომ საერთოდ ვიდეო თამაშები მე გამიკვირდა ეს, იმიტომ რომ საერთოდ ვიდეო თამაშები არის ერთ-ერთი მახე არქონტებისა და იმ პარაზიტებისა, რომლებიც ჩვენ წოვენ ენერგიას. ვინც ვიდეო თამაშებს თამაშობს, სულ მუდამ დიდი ხნით დაუშვათ, მთელი დღე ან 8 საათი, 10 საათი, ის თავის დროს და ენერგიას პრანტავს. და მეც გამიკვირდა, თუ კორიგუდი მარიცის, რომ ვიდეო თამაშები ეს ერთ-ერთი მახია, რომელშიც ემოვა ადამიანი. ამას უნდა ეს კოსმოსური იდეები ჩადვას ვიდეო თამაშებში. ხო, ამას გონია, რომ რადგან ხალხი თამაშობს ვიდეო თამაშებს, ამ მის თემასთან დაკავშირებით ითამაშებენ და ამით უნდა ინფორმაცია გაავრცელოს, მაგრამ მაგი ვერ ხდება იმას, რომ ამ ვიდეო თამაშებით ის ახალ მაგეს მახეს უგებს ადამიანებს, სვენელებს. ხო, დანარჩენში მე მას ვეთანხმები. მე მას არ ვეთანხმები მხოლოდ ვიდეო თამაშებთან დაკავშირებით. მე არ გაუტაცები ვართო, ჩემი საქმე კიდე არ წამართვეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთო ფრთხილად. მაგრამ თუ ყავსო საჭირო ადამიანები და ფული, არც არისო საჭირო იმედი ქონდესო ტელევიზიაზე ან სტუდია ვიდეო თამაშებზე. ისინი ჩვენ ცენზურაში გვატარებენ ან კონტენტს ცვლიან და ლიამი ელერიმი წამყვანი ეკითხება, ხო, თქვენო ახალ დრო შეიცვალაო და თქვენ შეიცვალეთო, თქვენ ინფორმაციას არავის აწოდებთო და ბრძნულად იქცევითო, რომ აფიშირებას არ უკეთებთო ინფორმაცია. ხო, არიანო ხალხი, რომლებიც ბიტკოინებზე არიანო გამდიდრებული და ასეთ ხალხს მე რაში დავჭერდებითო, მე ხო ჩემგან იგენი ფულს ვერ ამოიღებენო, ვერ მომწველიანო, ხო და მე რასაკვირველია, მათ ჭირდებითო ინფორმაციის მისაღებად, მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად. მაგრამ ეს ხალხი მეხმარებაო, მართლა სინამდვილეშიო. მოდით ახლა ისევ თქვენ შემდეგ პროექტზე ვისაუბროთო, ჩაერთო წამყვანი. თქვენი შემდეგი პროექტი კონტაქტიო. არისო ტელესერიალი, ხო? მოდით ამ სერიალზე ვისაუბროთო. რაზეაო ეს სერიალი? რა თემასთან დაკავშირებით? კორიგუდი პასუხობს ამ სერიალშიო მე ვსაუბრობ ჩემზე და ჩემნაირ ხალხზეო
რომელთანაც კონტაქტში იყო ეს არაადამიანური გონებაო და რაც მეხებაო მეო საწყისში საუბარი წავაო რამდენად ვიყავი მე ამიდი კონტაქტის მიმართ ჩვენ ვისაუბროთ იმაზე თუ ეს ფენომენი როგორ ვითარდებოდა ჩვენთან და ჩემ ოჯახში ის ურთიერთკავშირში იყო ჩვენთან მე ჩემ ოჯახთან ერთად ვაპირებ დაწვრილებით მოგიყვეთ ზოგად ჩვენ განცდებზე ჩვენ ვისაუბროთ იმ პროცესზე რომლის გავლა მოგვიწია ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის რომ ჩვენი სახლი დაგვეცვა ნებისმიერი ენერგეტიკული ჩარევისაგან და ეს საქმე კარგად გამოგვივიდაო რაც არ უნდა იყოსო ეს მოვლენა მე ვერ გეტყვით რა მოვლენაზეა საუბარი მე სულ სხვა ოჯახთან დაკავშირებით წავიკითხე ეს მოვლენა ხო და ეს მოვლენა კორიგუდის ოჯახსაც შეეხო ხო და ჩვენ არ გვინდათო გავეჭედეთო ამ მოვლენების საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთო ამ მოვლენას ვცდილობთო ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვროთო და ეს გახდებაო ამ სერიალის ნაწილი თემა აქამდე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის რომ დაგვეღწიაო თავი პრობლემებზე და ახლა პირიქითო ყველაფერი ლაგდებაო ჩვენ გვაქვსო ბანკებთან ურთიერთობა იცითო ჯერ არაფერზე მოგვიწერიაო ხელი მაგრამ რაღაც ეს საქმე გამოიყურებაო საიმედოდ თითქოს ამ მოვლენის ამ ესე იგი ამ მოვლენის გაგება და კლასიფიკაცია შეუძლებელია კიდე გავიმეორებ რომ ეს მოვლენა რომელსაც კორიგუდი უწოდებს მოვლენას არის რაღაც ენერგეტიკული გონების კონტაქტზე გამოსვლა არა მხოლოდ კორიგუდის ოჯახთან არამედ არიან კიდე ოჯახები რომელთანაც ეს მოვლენა შედის კონტაქტში აწი რაც დარჩა საინტერესო არაა და ძალიან მოკლე ვიდეო გამოვიდა მაგრამ თან კორიგუდსაც გაიცნობთ მადლობა ყურადღებისთვის